მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის აგვისტოს ჰოროსკოპს გირჩხიბებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ნახოთ თვის ფონური ენერგია, ხმლების დედოფალი. ამ პერიოდში გამოავლენთ თქვენს მტკიცე ხასიათს და პრინციპულობას. გახდებით მეტად გამჭრიახები და გონება מחვილები. გაგიადვილდებათ ობიექტურად განჭრიტოთ მომავალი და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოთ სწორი სტრატეგია და დაალაგოთ შედეგის მომტანი გეგმები. ამასთანავე იქნებით კომუნიკაბელურები, გულახდილები, თავდაჯერებულები და სამართლიანები. გეკნებათ სიტუაციის აღქმის კარგი უნარი და ადვილად შეძლებთ პრობლემური საკითხების მოგვარებას და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. ამ პერიოდში შეძლებთ ბევრი საკითხი დაალაგოთ საკუთარ თავში, იქნებით ორგანიზებულები, მოწესრიგებულები და ნაკლებად აყვებით ემოციებს. თუმცა შესაძლებელია ამ ენერგიამ ასევე გიფიწყოთ ზედმეტი რაციონალურობისკენ, გადაჭარბებულად გამოავლინოთ სკეპსისი, კრიტიკული ხედვა, ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი სიმკაცრე შეიძლება გადაიზარდოს გულგრილობაში და უხეშობაშიც კი. ამიტომ გირჩევთ დაიცვათ ზომიერება და შეინარჩუნოთ თანაგრძნობის უნარი სხვების მიმართ, რაც თქვენს კომუნიკაციას ამ პერიოდში გახდის მეტად მისაღებს სხვებისთვის, ადვილად გაიჩენთ თანამოაზრეებს და შეძლებთ მეტად კონსტრუქციულად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ნულოვანი მაღალი არკანის სულელი. ამ სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები გელით, შესაძლებელია თქვენი არსებული ურთიერთობა აგვისტოს განმავლობაში სრულიად ახალ პოზიტიურ ეტაპზე გადავიდეს, მათ შორის შესაძლებელია დასრულდეს თქვენ შორის უთანხმოება, კონფლიქტური სიტუაცია, ეჭვიანობის ეპიზოდები, თავს იგრძნობთ მეტად თავისუფლად, მეტად ლაღად, გამორიცხული არ არის მოგინდეთ პარტნიორთან ერთად ახალი შთაბეჭდილებების მიღება, მაგალითად, დაგეგმოთ მოგზაურობა ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ არ ყოფილხართ, ან ისეთი აქტივობა, რომელიც დაკავშირებული იქნება ძლიერ ემოციებთან და ძლიერ შთაბეჭდილებებთან. ეს არკანი სიახლეებს პირდება მათაც, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ ბარათის ენერგია არ გულისხმობს სერიოზული ურთიერთობის გაბმას და ამ პერიოდში მხოლოდ მსუბუქი პასუხისმგებლობების გარეშე ურთიერთობებისთვის გექნებათ მეტი შანსები. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების 6-იანი. ამ პერიოდში შეგიძლიათ გქონდეთ პარტნიორის მხრიდან მხარდაჭერის იმედი, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურადაც. ბუნებრივია აქ მხოლოდ ფინანსებს არ გულისხმობ, ამ პერიოდში შესაძლებელია თქვენმა პარტნიორმა გამოავლინოს ინიციატივები, რომ ერთობლივად დაგეგმოთ სხვადასხვა ღონისძიებები, რომ გაერთოთ, განიტვირთოთ, ასევე შესაძლებელია მოგცეთ ღირებული რჩევები და მიმართულებაც კი დაგანახოთ, როგორ აჯობებს სამომავლოდ რომ იმოქმედოთ. და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თქვენი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, მოსმენა, მსჯელობაში ჩართვა და ასევე მნიშვნელოვანი იქნება აყვეთ მის ინიციატივებს. ეს დაგეხმარებათ თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი, ბევრად უფრო ნაყოფიერად და ჰარმონიულად გაიაროთ.
რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, ხმლების 6-იანი, აგვისტო თქვენთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყების დრო იქნება, გამოჩნდება შანსი, რომ გაიცნოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი, რომელიც გამოგიყვანთ არსებული რთული მდგომარეობიდან. აქ შესაძლებელია საუბარი იყოს როგორც ფსიქოემოციურ სფეროზე, ასევე მატერიალურზეც. თავარია მისცეთ საშუალება ადამიანს გამოავლინოს თავისი კეთილგანწყობა თქვენს მიმართ და მიიღოთ ის დახმარება, რომელსაც სრულიად უანგაროდ შემოგთავაზებთ. გახსოვდეთ, რომ ეს იქნება შანსი, რომელსაც სამყარო და თქვენი მფარველი ძალა გიგზავნით დასახმარებლად, თქვენი უკეთესი მომავლის ფორმირებისთვის. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ აგვისტოში საქმიანი სფერო, კვერთხების რაინდი, საკმაოდ აქტიური ენერგიაა, აგვისტოს განმავლობაში იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, ენთუზიაზმს, მოტივაციას, გექნებათ მეტი სკეთების, მეტი თვითრეალიზების სურვილი, იქნებით თავდაჯერებულები და მიზანდასახულები. იგრძნობთ სიახლეებისადმი გამძაფრებული ინტერესს. გატაცებით იმუშავებთ და გამოავლენთ შრომის მოყვარეობას, ლიდერულ თვისებებს, გამჭრიახობას და გონება-מחვილობას. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია მეამბოხე და რევოლუციური თვისებებიც კი გამოავლინოთ. გამორიცხული არ არის, ბევრ საქმესაც შეეჭიდოთ ერთდროულად და თავი დაიტვირთოთ სხვადასხვა პასუხისმგებლობებით. თუმცა ამ პერიოდში მაინც შეძლებთ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანას და გარკვეულ წარმატებებსაც მოიპოვებთ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მე-12 მაღალი არკანი დაკიდებული კაცი, ერთი მხრივ ეს ბარათი გარკვეულ შეჩერებაზე, პაუზაზე, სტაგნაციაზე მიუთითებს, გამორიცხული არ არის გარემო ფაქტორებმა გაიძულოთ დაპაუზდეთ, ან ხელი შეგეშალოთ მუშაობაში. თუმცა მეორე მხრივ ეს ბარათი გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში შეძლებთ განსხვავებული რაკურსით დაინახოთ თქვენი თვითრეალიზების შესაძლებლობები, ახლებურად და უფრო პოზიტიურად შეაფასოთ თქვენი გამოცდილება, თქვენი რესურსიც, მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა. ამ პერიოდში შესაძლებელია აღმოაჩინოთ თქვენი ისეთი უნარები ან ისეთი შანსები სამსახურში, კარიერული განვითარების კუთხით, რომელთაც აქამდე ვერ ამჩნევდით. ზოგიერთმა თქვენგანმა კი შესაძლებელია აღმოაჩინოთ, რომ გარკვეული მოცემულობების ან გარემოებების მსხვერპლი ხართ. მაგალითად, შესაძლებელია დაინახოთ, რომ თანამშრომლები ბოროტად იყენებენ თქვენს გულისხმიერებას და დამატებითი საქმის გაკეთება გიწევთ. ან ანაზღაურება არ შეესაბამება თქვენს შრომას და დატვირთულ გრაფიკს. ამიტომ შესაძლებელია მოგინდეთ სამართლიანობის აღდგენა და ნებისმიერ შემთხვევაში გეტყვით, რომ თუ შეეცდებით ხმა აიმაღლოთ აღმოჩენილი უსამართლობის წინააღმდეგ, ან უბრალოდ ამ პერიოდში გაცნობიერებული შესაძლებლობების და შანსების გამოყენებას გადაწყვეტთ, თქვენ წარმატება გელით და დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მერვე მაღალი არკანი ძალა, აგვისტოს განმავლობაში თქვენ შეძლებთ გაიაზროთ თქვენი შესაძლებლობები, რესურსები და მოგეცემათ შინაგანი ძალა, რომ დაისახოთ თქვენი თვითრეალიზების სწორი სტრატეგია და გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე. იგრძნობთ, რომ თქვენი პროფესიული წინსვლისთვის საჭიროა გარკვეული ცვლილებები და დაიწყებთ ამ მიმართულებით მოქმედებას. აქვე გეტყვით, რომ ამ პერიოდში სამყარო თქვენს მიმართ პოზიტიურად იქნება განწყობილი და გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. თავარია თქვენ თვითონ გამოავლინოთ ინიციატივა და აქტიურად იზრუნოთ დასაქმებაზე, პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების 10-იანი,
აგვისტო თქვენთვის ძალიან წარმატებული თვე იქნება, მიიღებთ გაწეული შრომის პოზიტიურ შედეგებს, ამ პერიოდში შეძლებთ ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას, წარმატებით შეძლებთ საკუთარი საქმის მასშტაბირებას, ახალი მიმართულებების დანერგვას, საჭირო კონტრაქტების გაფორმებას, იგრძნობთ მხარდაჭერას როგორც პარტნიორების, ისე მომხმარებლების მხრიდან, გაიზრდება ინტერესი თქვენი პროდუქტის ან სერვისის მიმართ, გააჩნია რომელ სფეროში მოღვაწეობთ, მოიმატებს კლიენტების რაოდენობა და ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება იგრძნოთ პოპულარობის და აღიარების ზრდაც თქვენს სფეროში. ეს ბარათი ასევე მეტყველებს სტაბილურობაზე და გრძელვადიან შედეგებზე. მოიპოვებთ ფინანსურ თავდაჯერებულობას, გაიმყარებთ პოზიციებს და შეძლებთ მიიღოთ მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი შემოსავლებიც და შესაძლებელია საკმაოდ დიდი თანხაც მიიღოთ მოგების ან საჭირო ინვესტიციის სახით. და ეს პერიოდი მოგცემთ შანსს არა მხოლოდ მიიღოთ, არამედ დააფიქსიროთ კიდეც მიღწეული წარმატებები. ამავდროულად მნიშვნელოვანია არ დაგარგოთ მოქნილობა, სტაბილურობა არ უნდა გადაიქცეს ინერციად, თუ გრძნობთ, რომ რაღაც უკვე მუშაობს, მაგრამ განვითარების პოტენციალი აქვს, სწორედ ახლა არის დრო მისი გაძლიერებისთვის, მაგრამ არა რადიკალური ცვლილებებით, არამედ გააზრებული ეტაპობრივი ნაბიჯებით. ამიტომ გამოიყენეთ ეს დრო მაქსიმალურად პოზიტიურად, იფიქრეთ დიდ მიზნებზე და იმ გზებზე, რაც მომავალში თქვენ საქმიანობას კიდევ უფრო გაამყარებს და შეუქმნის საიმედო ფუნდამენტს. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს აგვისტოში, მეოცე მაღალი არკანის სამსჯავრო, მატერიალურ სფეროში ეს ბარათი მიუთითებს კარდინალურ ბედის წერის მიერ ცვლილებებზე და ფინანსურ გამოღვიძებაზე. ეს კარმული არკანი გულისხმობს ამ სფეროში თქვენი აზროვნების ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობას, ფულთან დამოკიდებულების ახლებურად გააზრებას და ძველი მიდგომების შეცვლას, რომ გადახვიდეთ ფინანსური და ზოგადად მატერიალური შესაძლებლობების ახალ ეტაპზე. გაზარდოთ თქვენი შემოსავლები და ზოგადად ფინანსური ბრუნვა. ამ პერიოდში შესაძლებლობა მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები, დაფაროთ მიმდინარე ვალდებულებები და საბოლოოდ გათავისუფლდეთ გაურკვევლობებისგან. ეს პერიოდი მოგიტანთ სრულ გადატვირთვას თქვენს ბიუჯეტში, გაგიჩენთ ახალ მატერიალურ შესაძლებლობებს და გადაგიყვანთ ფინანსებთან ურთიერთობის სრულიად ახალ, გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების რვიანი, ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, პირიქით, მაშინაც კი თუ გარკვეულ კომფორტის ზონაში იმყოფებით და საკმაოდ ბედნიერად გრძნობთ თავს თქვენს მიკროსამყაროში, მაინც იარეთ წინ. იგრძენით ცვლილებების, სიახლეების და განვითარების აუცილებლობა. ინტერესით და პოზიტიური განწყობით შეეგებეთ მომავალს. მიეცით თავს მეტი თავისუფლება, გამოავლინეთ მეტი ცნობის მოყარეობა, არ შეგეშინდეთ მრავალფეროვნების, პირიქით, გულმოდგინედ შეისწავლეთ ყველაფერი, განსაკუთრებით ის საკითხები, რომლებიც გრძნობთ, რომ არცოდნის გამო გაშინებთ. შესაძლებელია სწორედ იქ იყოს თქვენი წარმატების გასაღები. ასეთი იყო 2026 წლის აგვისტოს ტაროსკოპი გირჩხიბებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, გელით პირად კონსულტაციაზე. მომწერეთ, ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში, თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.